წარმოიდგინეთ ციგნი, რომელიც თითქმის 2 საუკუნეა მსოფლიოს უდიდესი კრიპტოგრაფებისა და ენათმეცნიერების გონებას ტანჯავს, რადგან მასში დაწერილი არც ერთი სიტყვა, არც ერთი სიმბოლო და არც ერთი აზრი დღემდე არავის ამოუხსნია. ვიდეოს წარმოგიდგენთ არხი, დროის მიღმა. როხონცის კოდექსი არის 448 გვერდიანი ხელნაწერი, რომელიც 1839 წელს უნგრეთის ქალაქ როხონცში აღმოაჩინეს. ის დაწერილია სრულიად უცნობი ანბანით, რომელიც 800-მდე სხვადასხვა ნიშანს შეიცავს. ეს კი 10-ჯერ მეტია ნებისმიერ ცნობილ ენაზე. ციგნი სავსეა ილუსტრაციებით, სადაც ქრისტიანული, ისლამური და ინდუისტური სიმბოლოები ერთმანეთში არეული, რაც მკვლევარებს აფიქრებინებს, რომ ეს შესაძლოა იყოს რაღაც დაკარგული, ეგრეთ წოდებული უნივერსალური რელიგიის ტექსტი. მისტიკურ ჭრილში ზოგიერთს სჯერა, რომ კოდექსი სხვა განზომილებიდან ან პარალელური ისტორიიდან გადმოსული ნივთია, რადგან მისი ქაღალდი მე-16 საუკუნის ვენეციური წარმოებისაა, თუმცა დამწერლობას ანალოგი არ მოეპოვება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მას დახვეწილ ფალსიფიკაციად მიიჩნევს, ტექსტის სტრუქტურული ანალიზი აჩვენებს, რომ მასში ნამდვილი ენის კანონზომიერებები იმალება. როხონცის კოდექსი რჩება კაცობრიობის ერთ-ერთ უდიდეს ინტელექტუალურ გამოწვევად, წიგნად, რომელიც გვიყურებს და დუმს.